და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმოგიდგენთ. ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა. მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს გისურვებთ. ალავერდის სამონასტრო მეურნეობა ცნობილია ტრადიციული მეთოდების აღდგენით და რაც ძალზე სასიხარულოა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით. ის სიახლე, რომელსაც ამას წინათ მონასტერში გავეცანი, განსაკუთრებით მეფუტკრეებს დააინტერესებთ. ამლოცეთ, მამა. მე შემოდაგლოცეთ დავით. როგორ ახლა? წიწყალობით. აი გესტუმრეთ, ჩვენმა მაყურებელმა თქვენი მარნის შესახებ უკვე იცის, მაგრამ გავიგე რომ რაღაც სიახლეა თქვენს მეურნეობაში. საფუტკრე მეურნეობაში ჩვენთან მივიღეთ ახალი დანადგარი. ეს არის მილენიუმის პროგრამა, რომელმაც დააფინანსა ეს და ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა, 2 წელი ამაზე მუშაობდა. ეს კეთილად დაგვირგვინდა. მე როგორც ვიცი, ესეთი ამიერკავკასიაში არ არის, ესეთი დანადგარი. არა, ესეთი დანადგარი რაღაც ახლა ამ ხარისთვის უნიკალური ეს. მაგრამ ძალიან საჭირო. და ფიქრობთ, რომ ამ დანადგარით აი ამ რეგიონში ამ საქმეს მეფუტკრეობას ძალიან წაადგება ეს. შემიძლია რომ ნახო. კი, აუცილებლად. შოტიკო, მოდი. გამარჯობა, დავითი. შოთა არის ჩვენი მეფუტკრე. რომელიც უძღვება ამ საქმეს. არის ამ საქმის სპეციალისტი, პროფესიონალი. დიდი ოჯახის მამა, 5 შვილის პატრონი და დიდი ქართველი. ერთთან გაგავრალოთ, კარგია. აბა ჩაგაბარებ ჩოტიკოზე. წავიდეთ. ყველაფერს. სიამოვნებით. კარგით. ისე როგორც ვიცი, შოტიკო მონასტრის მეურნეობა საკმაოდ მოცულობითია. კი. ვენახი რო გაგვდა მარანი რვარი, ეგ კი ვიცი. ხო, ეს ისტორიული მარანი, ესე ვთქვათ, აღორძინდა და განახლდა ცოტა ხნის წინ. და ასევე დღესდღეობით უკვე ალავერდის მონასტრის მეურნეობა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, იმიტომ რომ არის ითესება მარცვლეული, ყავს ქათმები, მეფრინველეობა, ასევე მეფუტკრეობა, რომელიც მინდა დაგათვალიერებინოთ თავისი დანადგარებით და მოწყობილობებით. მაგრამ მინდა თავიდან ალავერდის ჭალაში შევიდეთ და დაგათვალიერებინოთ იქაური სილამაზე. ულამაზესი ჭალა. ისე რამდენ ჰექტარზეა? შარშან გადმოსცეს 160 ჰექტარი ალავერდის ისტორიულად კუთვნილი ჭალა, სადაც მართლა შენარჩუნებულია უნიკალური მწვანე საფარი. მიდის განახლება მიმდინარეობს? კი, ნერგები ირგვება და აი ხეების მოჭრა შეზღუდულია. არ იჭრება ფაქტიურად. და რაც დავარდნილი ხეებია ძველი, ის უნდა წავიდეს მერე ჩვენ სახერხში და იქ ფიცრებად და მასალად დაიხერხება. ანუ განადგურება ხისამედის მაქსიმალურად უფრთხილდებით ბუნებას. კი. ფიქრობთ, რომ ეს ჭალა საუკეთესო პირობა სიძლევა იმისთვის, რომ აქ ერთი პატარა საფუტკრე უბანი დავაარსოთ, რომელსაც ვამუშავებთ ფუტკრის რძეზე. საკმაოდ ისეთი დაუცველი პროდუქტია ფუტკრისზე. და საკმაოდ ჯერჯერობით ჩვენთან არაპოპულარული იმდენად, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. როგორც ვიცი, იმუნიტეტს აძლიერებს, გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. სიცოცხლის ელექსის ეძახიან, ხო? კი. უშვილობასაც შველის ლიტერატურაში ეგრე წერია. მაგიტომაც ვფიქრობთ, რომ 50-დან 100-მდე უბანი შევქმნათ აქ. და ამასთან ერთად კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, როგორიც არის ყვავილის მტვერი, გვინდა ვაწარმოოთ, დავიწყოთ წარმოება წელს. და აი გადავიდეთ ახლა ჩვენს ძირითად საფუტკრეში. ესე იგი ეს არის მეურნეობა. კი, ეს არის მონასტრის მეურნეობა, რასაც ხედავთ აქ. ძირითადად არის საფუტკრე. არის კიდე საქათმე და არის მარცვლეულის შესანახი ნალიები. და ეს მოსავალი მე რაც ნაწილობრივ ხმარდება საქათმეს საკვებად. ეს როგორც ჩანს ძველი ნაგებობაა. 2008 წელში
დაიწყო ამის განახლება, როგორც აი ეთყობა კიდევაც სადამდე იყო ძველი ნაშენი, იყო მთლიანად განადგურებული, დამწვარი. აი დღემდე აი ესეთ მდგომარეობამდე მოვიდა. სად ამთავრებთ დღეს? სამ ადგილას ვამთავრებთ თუშეთის ასასტველში, სტორის ხეობაში, საიდანაც ვიღებთ ცაცხვის და წაბლის თავს, გომბორის მთაზე ვიღებთ მინდვრის ყვავილების ალპური ზონაა და ლაგოდეხის ნაკრძალიდან. სულ რამდენის კაის? 150-მდეა ეხლა ვფიქრობთ წელს 200-მდე გავზარდოთ და შემდეგში 500-მდე ავიდეთ. მერე შევხედავთ. აქ მოტანილი სკები თაბარობიდან დაიტვირთება ელექტრომობილზე და აი აქედან ფარდულში შევა პირდაპირ და ფარდულიდან მერე შევა საწურგანყოფილებაში. სკებს აქ ამზადებთ? ეს ყველა სკა, რასაც ხედავთ, დამზადებულია ჩვენ სადურგლოში. და ცოტა ესეთი ორიგინალურია სხვა სკებთან შედარებით. თავისი კონსტრუქციით და თავისი აი ესეთი დაფარვით. ეს არის ცვილში მოხარშული სკები, რომელიც ესეთი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი აქვს, ხანგრძლივი აქვს უფრო და წვეთს არ იკარებს, ესე წვეთებად ვერ რჩება. საღებავის შემთხვევაში ესეთ ეფექტს ვერ მივიღებდით, იმიტომ რომ შეერთების ადგილებში ცვილი შედის და ალპება რა, უფრო დიდხანს ძლებს მერე სკა. ანუ საკმაოდ დაცულია. დაცულია ამ შემთხვევაში კი. ანუ ვიღებთ ეს არის ტექნიკურ ცვილში მოხარშული, ვიღებთ ეს დაბაზანას, შიგნით დნება ცვილი და მერე თითოეულ კორპუსს ვდებთ შიგნით, ვავლეთ, უნდა იყოს ძალიან ცხელი, რომ ზედ ფენა არ დაედოს და მოხდეს მაქსიმალურად შეწოვა ცვილის. ვღებულობ შემდეგ მე რომ გამოშრობა დიდხანს ჭირდება? არა, შრება მაშინვე. მაშინვე, როგორც კი ამოიღებ, თუ კაი ცხელია, მაშინვე შრება და აღარ ჭირდება. გზად არის ექსპლუატაციისთვის. აწყობა უკვე. კი, კი, მერე არა, აწყობილს ხარშავთ და მერე უბრალოდ მიდის ცალკე რა, გამოხარშულებში ცალკევდებთ. შეიძლება უკვე ჩარჩოებით შავალაგოთ შეგნით და დავასაწყობოთ. ეხლა ამ გაზაფხულის პირზე რა სამუშაოები მიდის თქო? ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ვაძლევთ კანს. ეხლა შემიძლია გაჩვენოთ როგორ ვაძლევთ. აი, დათო თუ მომეხმარები. სიამოვნებო. აი ეს არის კანდი, თაფლის და შაქრის პუდრის ნარევი. მე ვაძლევთ ახლა მივცეთ და ეს საინტერესო ფორმა გვაქვს პირველად ნახე. აი ესეთი ბოთლი, პლასტმასის ბოთლით ვაძლევთ კანს. ესეთი მეთოდი კანდის მიცემის საშუალებას გვაძლევს, რომ დროის მოკლე პერიოდში, ნებისმიერ ამინდში, ფუტკარი ისე რომ არ შეწუხდეს, შევძლოთ ამ საკვების მიცემა. მოგეხმარებით. ეს დამიჭირებალიში. ბატონი თემური ღოღობერიძე არის ჩვენი მრჩეველი და კონსულტანტი. მისი დახმარებით აი ესეთი საკვების მიცემა შეგვიძლია ფუტკრისთვის. ამაში არის გარეული სპეციალური წამლები პროფილაქტიკის მიზნით. ძალიან საინტერესო ფორმაა. პირველად ნახულობ ესეც. ხო, ამის დადებითი მხარე კიდევ ის არის, რომ სკის გაუხსნილად ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ და გავიგოთ, რამდენად აიღეს ფუტკარმა, რამდენად აიღო ფუტკარმა საკვები და მივცეთ თუ არა შემდეგი პორცია. ეს გამომართვი. ხო, სხვა შემთხვევაში სკის გახსნა გარდაუვალია. აი ეს. საკმაოდ კარგად გამოკვებულა, როგორც ჩანს. მსუქნები არის. ძლიერი ოჯახია? კი, ეს საკმაოდ ისეთი ძლიერია, ვფიქრობ, პროდუქტიული ოჯახი იქნება ამ სეზონზე. რამდენ ხანს ეყოფა ახლა ეს კანდი? ეს ახლა ამას, როგორც კი ახლა ამინდები უკვე წამოვა, აღარ დაჭირდება კანდის მიცემა. ეს ვფიქრობ, ბოლო პორცია ამ ოჯახისთვის. შემდეგ უკვე ხელი. ცოტაც და გიკმენ. არა უშავს. ფუტკრის კვენა სასარგებლოა. ეს დავაფაროთ. ესეც საკათმე. რამდენ ფრთაზეა გათვლილი? საკათმე 300 ფრთაზე არის გათვლილი, ვინაიდან ეპარქიას სააღდგომოდ რამდენიმე 1000 კვერცხი ჭირდება. და ადგილობრივი ჯიშის ქათმებია. ეხლაც
არის კრუხი გზის და ვფიქრობთ რომ ASG-ში ადგილობრივი ჯიში რომელიც მდგრადია ამ დაავადებებისადმი მოვამრავლოთ. როგორც ხედავთ, ციცარიც არის და ხო არ ჩაგრავენ ქათმებს. ხო, ციცრები რაღაც ხორს არ მოუშვებთ. ხო, ხორსაც და საერთოდ ისე არის ყოჩავად. ეს უცნაური ნაგებობა რა არის? ეს არის საკვებურები, რომ ქათამმა უამინდობის დროსაც შეძლო საკვების მიღება. საკმაოდ საინტერესო კონსტრუქცია აქვს როგორც ჩანს. ხო, ესეთი საკვებურებია, რომელიც გამოდის, ესე და აქ რკინის მავთულები გაკეთებული. ეს ისთვის რომ ქათმები საჭმელში არ ჩაიყაროს ფეკალი და ერთმანეთს არ შეუშალონ. საინტერესოა. ზენა მე ძალიან მადიანად მივირთმევენ. ეს არც აწვიმთ, არც ათოვთ. ასევე არის ფარდულები გაკეთებული. თუ იმ შემთხვევაში თუ თოვლი მოვიდა იმ ხელა რომ ქათამა ვერ შეძლო გარეთ გამოსვლა, 300 ფრთა შიგნით ვერ შეძლებს დღის განმავლობაში ყოფნას დაიხუთება. ამიტომ უნდა გამოვიდეს და ეს საკვებურები უკვე შიგნით გადავა და იქიდან მიიღებენ საკვებს. ძალიან მესიამოვნებოდა ახლა ესეთი საკითხი რომ ყველა გლეხს რო კონდეს თავი. ქათამი კომფორტულად გზნობს თავში. საბუდრებია გაკეთებული და სქანდარები. საკვებს რას ადლებთ? ხორბალი, სიმინდი, ზესუმზირა. თვითონ მონასტერს აქვს კუთვნილი მიწები, სადაც ითესება ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ გამართლებულია ქათმის ყოლანი, იმიტომ რომ ყოველთვის რჩება იმდენი რომ რამდენიმე ასეული ფრთა შეინახო. ანუ მაქსიმალურად ყველანაირ რესურსს ბოლომდე ვიყენებთ. კი, იმიტომ რომ ეს ნარჩენები, რაც დაწმენდილი ხორბლიდან რჩება უკვე, მას ქათამი შვენურად მიირთმევს. აქ არის დაახლოებით 5 ჰექტარი მიწა გამოყოფილი საფუტკრე მეურნეობისთვის, სადაც ვაპირებთ დაითესოს მეტაფლია მცენარე. ეს ის პერიოდია, როცა შემოდგომაა და სხვა შემოსავალი ნაკლებად არის ფუტკრისთვის. ეს ჩვენი სადურგლოა მოგზანდი. აქ მშვიდობა. აი ამ დაზგაზია აწყობილი ყველა ის სკა, ჩარჩო, სახურავი ძირი, რასაც თქვენ ხედავთ ჩვენ საფუტკრეში. აი კახა ეხლა აწყობს ერთ-ერთ ჩარჩოს. და რა ზომებზე უნდა იყოს ჩარტი დამზადებული? ეს არის სტანდარტი, რაც გამოიყენება საქართველოში დღესდღეობით ჩვენთან, დადანის სისტემა ქვია ამას. ეს არის ბუდის ჩარჩო და მეორე არის ამის ნახევარი. ეს არის საკუჭნაო ჩარჩოები. ახლა ბუდის ჩარჩოს აწყობს. 47 სანტიმეტრი აქვს აი ზედა თამასის სიგრძე და 30 სანტიმეტრი არის გვერდითები. შესაბამისად 27 მმ-ები არის აი ეს სიგანეები. ესე კარგია, ყველა მეფუტკრეს ურჩიოთ, რომ თვითონ დაამზადოს. კი, რა თქმა უნდა, ამის გაცილებით ნაკლები დაუჯდება. ამის კეთება რთული არ არის, ამაზე მარტივი დაზგითაც შეიძლება გაკეთდეს ჩარჩო და შესაბამისად ნაკლები ხარჯი ექნება მეფუტკრეს. ძალიან მნიშვნელოვანია ზომების დაცვა, როგორც ჩარჩოს კეთებისას, ისე სკის დამზადების დროს. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ ჩვენი საამქრო. სიამოვნებო. ანუ აქ მდებარეობს თავარი სიამაყე. კი, ეს არის ჩვენი დანადგარი, რომელიც იანვრის ბოლოს ჩამოგვივიდა გავიმარჯვეთ მილენიუმის საგრანტო პროექტში. ესეთი მაღალი წარმოდობის დანადგარია, რომელსაც შეუძლია დღეში 3-4 ტონა თაფლის გამოწურვა. სწრაფად შეუძლია ერთბაშად აი 42 ჩარჩოს გამოწურვა შეუძლია ერთ დატრიალებაზე. 21 და 21. აი ას არის დანები, რომელიც თბება და ვიბრირებს, მოხდება ათლა ფიჭის და ათლილი ფიჭა უკვე გადადის იქით კონვეიერზე და მერე შედის საწურში. აი ესე შეიძლება ესე. და აი ესე რომ ეს კონვეიერულად აწვება იქით 21 ჩარჩო ერთბაშად შედის და შესაბამისად გამოწურული 21 ჩარჩო გადის იქით კონვეიერზე. რამდენ ხანში აკეთებს ამას? ეხლა თაფლის სიბლანტის მიხედვით დაახლოებით 6 წუთი უნდა 42 ჩარჩოს გამოწურვას. როცა ციბრუტით როცა კეთდებოდა ეს საქმე,
წარმოუდგენელი დროა სიმართლე. დაახლოებით 20 წუთი გვინდოდა 4 ჩარჩოს გამოწურვას თავის ათლიან დატრიალებიანად რა და ამაში უამრავი ენერგია იხარჯებოდა დრო. აქ კიდე ერთ კაცს შეუძლია მთელი ოპერაციის გაკეთება. იქ მინიმუმ 6 კაცი ვიყავით ხოლმე მთელი ამ ჩარჩოების გამოსაწურებლად. მთელი მოსავლის ასაღები. ცხადია ჩვენ მასშტაბებზე ეს არ არის გათვლილი, მხოლოდ ჩვენი მეურნეობის. აქ შესაძლებლობა ექნება რეგიონის მეფუტკრეს ნებისმიერს მოვიდეს და ჩვენი დაზგა, ასე ვთქვათ, მოვემსახურებით რა გამოიყენოს და დაწუროს თაფლი. ცხადია ამას კომერციული დატვირთვა არ ექნება, მაგრამ ეს მინიმალური ხარჯის გადასახადი იქნება, რომ გამოიყენოს ჩვენი დაზგა. და იმ მეფუტკრეებს, რომელთაც სურვილი ექნებათ და აქ მოიტანენ თავს გამოსაწურად, ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩვენი ბრენდის ქვეშ რეალიზაციაც გაუკეთონ თავის თავს, თუ მათი თაფლი დააკმაყოფილებს ჩვენ კრიტერიუმებს. ანუ ის უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფრა პირობებში მოყვანილი, არ უნდა კონდეს ნახმარი ქიმიური პრეპარატები იმ დროს, როცა ხდება ნექტრის შეგროვება ფუტკრის მიერ და თავის იქნება ჩვენი მეგობარი მეფუტკრი, ასე ვთქვათ რა. მერე როცა თვითონ ჩათვლის, რომ თვითონ შეძლებს თავისი პროდუქციის რეალიზაციას, ნებისმიერ დროს შეუძლია ეს თვითონ გააკეთოს უჩვენით. რადგან მეფუტკრეებს არ აქვს საშუალება, რომ გაეცნონ სიახლეებს ინტერნეტით ან ლიტერატურით, ჩვენი მრევლის წევრები, რომლებიც დასაქმებულნი არიან, ეძებენ ამ მასალას, თარგმნიან და შემდეგ მოხდება უკვე ეს ყველა მსურველისათვის გაცნობა ამ ინფორმაციას. ასევე ჩვენ გეგმავთ, რომ ჩვენს საფუტკრეში შედგეს ლექცია საუბრების შეხვედრები ამ დარგის გამოჩენილ მუშაკებთან, მეწარმეებთან, რომ ერთი მეორეს გაუზიაროთ გამოცდილება. ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენი მეურნეობა გახდეს ბიზნეს მიმცემი სხვა მეფუტკრეთათვის, რომ მოხდეს გონივრულად მათ კუთვნილებაში არსებული მიწის ფართობების დამუშავება. მემინდვრეობის მუშაკებთან კონსულტაციების შემდეგ მეფუტკრეთა კუთვნილ ნაკვეთებზე დაითესოს სხვადასხვა დროის ინტერვალით ის ყვავილოვანი, თაფლოვანი კულტურა, რომელიც ფუტკარს საკვებად გამოადგება. და რომ ეს კულტურა და მიწა არ დამუშავდეს ძლიერ მოქმედი შხამქიმიკატებით. ფიქრობთ, რომ ჩამოვიტანოთ პატარა ლაბორატორია, რომელიც ახდენს ფუტკრის დედის ხელოვნურ განაყოფიერებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას. ეს თაფლიკაცი რატო? ეს რაღაც ახალი ბრენდის სახელია როგორ? თაფლიკაცი ახალი ბრენდია, ლოგო ახალია, ნიშნავს კაცს, რომელსაც უყვარს ღვთისმოშიშია, უყვარს გვერდზე მდგომი ადამიანი, უყვარს თავისი საქმე და საერთოდ უყვარს ყველა და ყველაფერი. დღესდღეობით სამწუხაროდ ჩვენ მხარეში არ არის მაღალხარისხიანი ბიჭის საამქრო, რომელიც მეფუტკრეს შეუმსუბუქებდა ამ თავის მძიმე შრომას. და აი ჩვენს მეურნეობას გააჩნია ამისი რესურსი და ვფიქრობთ, რომ ამ კუთხითაც დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია ჩვენს საფუტკრე ცენტრს ყველა მეფუტკრისათვის. მამუკა ჩვენი მეფუტკრე, გაიცანი დავით. დავითი სასიამოვნოა. ეს რა დანადგარია? ჩვენი ფიჭის საბეჭდი დანადგარი, რომელიც აი ესეთ ფიჭებს ბეჭდავს. ეს არის აუცილებელი პროდუქტი მეფუტკრეობაში. ეს მერე ზომებზე იჭრება, ეკვრება ჩარჩოში და ეძლევა ფუტკარს. ფუტკარი ამაზე აშენებს ფიჭას, შიგნით მერე ისხმება თაფლი და ასე ჩვენ ვიღებთ. აი ახლა გაჩვენებთ როგორ ვაკეთებთ ამ საქმეს. მამუკა მომაწოდე. ანუ ფუტკარს უმსუბუქებთ შრომას. კი. ეს არის ამერიკული დანადგარები, აი ეს ორი ცალი, რომელიც ჩვენ მერე გადავაკეთეთ ძრავზე. და აქამდე ეს კეთდებოდა ხელით ვატრიალებდით, ამას თავის სახელურები ჰქონდა. ხელით ვატრიალებდით და საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ღამეებიც გაგვითენებია ამის კეთების. და ეს ახლა რა კაფი წაუსვი? ეს არის კაფე იმისთვის, რომ არ მიეკროს
ცვილი ვალცებს და გამოვიდეს სრულყოფილი ესეთი ბრტყელი მასა, რომელიც მე მეორე მხარეს გავატარებთ ვალში და მივიღებთ უკვე 6 კუთხედებიან აი ესეთ ცვილის მასას. ანუ ესეც ამერიკული დანადგარია, ხო? აი ეს ორი არის ამერიკული დანადგარი, რომელიც ჩვენმა ინჟინერმა გადააკეთა და აი ესეთი ფორმის დაზგა მივიღეთ. და იქით იმაში ხდება გათბობა. ცვილის ფირფიტების, რომელსაც წინასწარ ვამზადებთ, ვასხავთ. თორე თუ ზუსტი ტემპერატურული რეჟიმი არ იქნა, ისე არ გამოდის ეს საქმე. რამდენი უნდა იყოს ტემპერატურა? 42-43 გრადუსი. აი ახლა ამას აქ რევერსი ამ მოწყობილობას გადავრთავ და ვატარებ. ანუ როგორც ჩანს ყველა ეტაპზე სერიოზულად აკეთებ დროის ეკონომიას. კი, ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს ნაწვალები, ღამეებიც გაგვithენებია და ალბათ ეგრო არ მომხდარიყო დღეს ეს არ გვექნებოდა. ნუ ეს ძალიან ამარტივებს რა საქმეს ახლა. ეს უნდა ხელით გვეტრიალებინა ჯერ ერთი მხარე. შემდეგ მეორე მხარე და თან ის რომ გატარდებოდა ის უნდა დაგვედო სადმე და იმის გაციება კიდე პრობლემებს ქმნიდა, ამიტომ ის თავიდან უნდა გაგვეთბო და ესეთ შემთხვევაში უკვე აღარ ველოდებით პირდაპირ ერთი დაზგიდან გადმოგვაქვს მეორე დაზგაზე და ვებულობთ უკვე სასურველ შედეგს. სხვა მეფუტკრეები ისევე ძველი ტრადიციული მეთოდით ამზადებენ ამ ყოველივეს და წვალობენ. და დროს ხარჯავენ და ენერგიას. მე რაც ვიცი, სხვა დანადგარები რაც არის ჩვენ რეგიონში, საკმაოდ კუსტარული დანადგარებია და ჩვენთვის რატომ არის ეს კარგი? ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილის ხარისხი და ჩვენ თვითონ ვამზადებთ ჩვენთვის და სხვასაც დაუბეჭდავთ იმ ცვილს, რასაც თვითონ მოგვიტანენ. ამიტომ ჩვენთვის ეს გარანტირებული ხარისხია. ესეთი ძრავზე და რედუქტორზე აი ესეთი შეერთება ამ ორი დაზგის მართლაც ვფიქრობ სიახლეა. ეხლა ჩვენი მიზანია რომ ეს დანადგარები რომელიც ჩამოგვივიდა შესაბამისად დაიტვირთოს და ამით სარგებელი მონასტერმაც ნახოს და რეგიონის მეფუტკრეებმაც. ორმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ საქმეში. გაიხარეთ. კარგად.